შეერთებული შტატებიდან გვერდება გიორგის მივესალმები. ძალიან დიდი მადლობა, რომ პასუხობთ ჩვენ კითხვებს. ვილაპარაკოთ ძალიან ბევრმა ლიდერმა ახსენა 1 სექტემბერი, როგორც გარკვეული მიჯნა თარიღი, რომლის შემდეგაც ტრამპი ერთი თარგმანი მაკრონის ასეთია, რომ რაღაც სულელად გამოაჩინა, მეორე თარგმანი ვნახე, ესე ვთქვათ, ქართულ პორტალებზე არის, რომ ესე ვთქვათ, ტრამპი მოატყუა პუტინმა, როდესაც აი ამ შეხვედრის და თითქოს დალაგების წინაპირობები გაჩნდა ანკორიჯის შეხვედრის შემდეგ. რა ეტაპზეა ახლა ეს არის ტრამპის პირადი პრესტიჟის საკითხიც, ამიტომ ის ამერიკულ მედიაში ძალიან აქტიურად შუქდება. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. პრინციპში რა ეტაპზეა ეს მოლაპარაკებები და დიდი ცვლილებები ამ სამიტის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, არ მომხდარა. ეს 1 სექტემბრის დედლაინით, რა თქმა უნდა, დიდ არაფერს არ წარმოადგენს. არანაირი შეხვედრა და ვერანაირი შეხვედრა ვერ დაიგეგმება პუტინსა და ზელენსკის შორის მარტივი მიზეზის გამო, რომ პუტინი ითხოვს წინაპირობების დაკმაყოფილებას, რომ უბრალო შეხვედრისთვის არ იყოს. ზელენსკი უარს აცხადებს ნებისმიერ ტერიტორიულ მოლაპარაკებებზე პირად შეხვედრამდე და შესაბამისად, როგორც უკვე აი გაზეთებში იწერება, ტრამპი რა თქმა უნდა უკმაყოფილოა, თუმცა უკმაყოფილო ორივე მხარეს, იმიტომ რომ მიაჩნია, რომ ორივე მხარე არარეალისტურ, თქვათ, დაპირებებს ან არარეალისტურ წინაპირობებს აყენებს, როგორც ასევე აი დაიწერა დღეს, თქვათ, ხო, აქსიოსში, რომ ასევე ევროპელებიც არის უკმაყოფილო, რომელიც მიაჩნია, რომ არარეალურ პირობებს აყენებენ, თქვათ, საკმარისად არ არის ამზად, რომ მიიღონ მონაწილეობა ამ ომის დამთავრებაში და იგივე იმ საკითხთან მივდივართ, ხო, ეს უსაფრთხოების გარანტიები რა იქნება, როგორ და რა როლს მიიღებს მონაწილეობა ევროპა და რეალურად ამდენი ლაპარაკის შემდეგ, ევროპული სამიტის შემდეგ, თქვათ, ვაშინგტონში დღემდე არ ვიცით, ხო, რეალურად რისი თავი აქვთ, რაც ალბათ იმის ნიშანია, რომ დიდი არაფრის თავით არ აქვს, იმიტომ ამ ლაპარაკის მიუხედავად ერთი ომი რო დამთავრდება, გავაგზავნით ჯარს, ვერ გავაგზავნით, რა იქნება, როგორ ამ რეალურად ეს უსაფრთხოების გარანტიები ჯერჯერობით არის სამწუხაროდ ეფემერა, როგორც ცეცხლის შეწყვეტა და როგორც, თქვათ, ხო, ომის დასრულება. კი ბატონო, იყო თუ არა, არის თუ არა ასევე ამ შეხვედრის და ზოგადად ამ საუბრების და განცხადებების, ესე ვთქვათ, ერთ-ერთი თემა ვის დაბრალდებოდა, ანუ ვიზე იქნებოდა, ასე ვთქვათ, სიმძიმე ომის გაგრძელების. გასაგებია ვიზია ეს სიმძიმე თავიდან ბოლომდე, მაგრამ თითქოს აი მოლაპარაკების პროცესში, აი ამ გახანგრძლივებულ პროცესში ვიზე უფრო გაბრაზდებოდა ამერიკის პრეზიდენტი, თითქოს ეს მოცემულობაც იდგა, ვინ უფრო იყო ჩაღებდა, რომ ასე ვთქვათ, აეცილებინა ეს ტვირთი. ეხლა რა ჩანს სახეზე ცხადად იმ შეხვედრის შემდეგ, გულისხმობ ისევ 15 აგვისტოს შეხვედრას და ტრამპმა ბევრჯერ თქვა, რომ აი 2 კვირაში უნდა გაირკვეს, თქვენ ახსენეთ 1 სექტემბრის დედლაინი, ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ 2 კვირაში უნდა გაირკვეს რას ვიზამ საერთოდო დავაკვირდები ამ პროცესს თუ ვიქნები მისი აქტიური მონაწილე. ხო, ანუ ეს თქვათ ეს საკითხი ყოველთვის გაზდა, რაც ტრამპი მოვიდა ამ მოლაპარაკებებს თუ ამ მოლაპარაკებების იმიტაციას ყოველთვის ლეიტმოტივად გაზდებდა ეს საკითხი, რომ ორივე მხარე ცდილობს, რომ ასე ვთქვათ, ბურთი მეორე მხარეს გადაისროლოს, ანუ გამოხატოს ფორმალური მზაობა მოლაპარაკებებისკენ, ფორმალურად რაღაცა ვირტუალური დათმობები განახორციელოს, მაგრამ შინაარსობრივად არაფერი არ იცვლება. ორივე მხარე ცდილობს, რომ ტრამპის თვალში წარმოჩინდეს როგორც კარგი მხარე და პასუხისგებლობა გადააბრალოს მეორე მხარეს. ამიტომ იყო, რომ ტრამპმა საბოლოოდ განაცხადა, რომ შეიძლება უბრალოდ ვაცალო ორივე მხარეს, რომ გააგრძელონ ომი, სანამ თქვათ სხვა რაღაცა თქვათ ხმელეთზე სხვა რეალობა არ დადგება, იმიტომ რომ შეიძლება ტრამპის უკვე აღარ მალავს ფრუსტრაციას ამ პროცესის მიმართ. რაც შეეხება ამ 2 კვირას, ეს ბევრი 2 კვირა დედლაინი მოგვისმენია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ტრამპი, ესეც ხო ხშირად იყო, რომ აი რა შეიძლება გააკეთოს და უკვე თქვათ ტრამპის პრეზიდენტობის
ნავთობიდან 6 თვე გავიდა ხო დაახლოებით ხო 9 წელიწადი იანვრიდან და რეალურად თუ გავაანალიზებთ მეტნაკლებად მიმდინარეობს ბაიდენის თქვათ პოლიტიკა ხო მიმდინარეობს უკრაინის შეიარაღება არც ერთი სანქცია რუსეთს არ მოხსნია კი მეტი ლაპარაკია თქვათ სამშვიდობაზე მეტი მცდელობა შეხვედრა პუტინთან ასე ვთქვათ შეიარაღების მიცემა მაგრამ ევროპელები იხდიან ფულს ის უბრალოდ ყიდის ასე გამოდის და ასე შემდეგ ანუ შეიცვალა თუ არა მაინც ალგორითმი ტრამპის პირობებში უფრო რიტორიკა შეიცვალა ხო ეხლა ეს ევროპელები ამ წუთას ფულს იხდიან თუ არა მე ნაკლებად წარმოვიდგენთ რომ ამ წუთას ეხლა უკრაინა ევროპელების მიერ ნაყიდი ამერიკული იარაღით მარაგა ეხლა დანიაზე იყო ლაპარაკი რომ მან შეისყიდა ის ტექნიკა პატრიოტებმა შორის რომელიც წავა უკრაინისკენ დანია გადაიხდის ამის ფულსო ხო ნელ-ნელა შეიძლება აი ეს კონტურები გამოიკვეთოს რომ თუ თქვენ ომს არ ასრულებთ მაშინ მე გავდივარ, ოღონდ გასვლა იქნება, რომ კი ბატონო, იარაღს მოგყიდით და თქვენ ევროპამ, რომელიც ტრამპს არ მალავს, ხო, რომ ამბობს, რომ რუსეთი ჩვენგან შორსა, თქვენთან ახლოსაა. შესაბამისად, თუ გინდათ, კი ბატონო, თქვენ იყიდეთ იარაღი და დაეხმარეთ უკრაინას, მაგრამ ჩვენ აქ მონაწილეობას არ ვაპირებთ. აქ ასევე დაიწერა გაზეთებში, რომ თქვათ, ტრამპი რას თხოვს ევროპას, ხო? ტრამპი თხოვს უმკაცრესი სანქციების დაწესებას რუსეთისადმი, რაც არის, თქვათ, გაზისა და ნავთობის შესყიდვის მთლიანი აკრძალვა და მეორეული, როგორც თვითონ დაუწესა ინდოეთს, ხო, მეორეული 25%-იანი ტარიფი, ასევე ინდოეთთან და ჩინეთთან ეს სატარიფო ესკალაცია, რომელიც აქვე შემოდის, ხო, გეოპოლიტიკა ხა უნდა ევროპას ინდოეთთან და ჩინეთთან ესეთი სავაჭრო სატარიფო ესკალაცია. ამიტომ ლაპარაკების და თქვათ ეს ზედაპირული თქვათ მადლობების გადახდის და თქვათ ეს მიღმა ხო ჩვენ გვაქვს ეს სერიოზული თქვათ არსობრივი დაპირისპირება რაღაც საკითხებზე ხო ხა ევროპას მე მგონი ჩინეთისადმი და ინდოეთისადმი ტარიფების დაწესების სურვილი დიდად არ უნდა ჰქონდეს შესაბამისად ეს განხეთქილებები პატარა ბზარები რა თქმა უნდა არსებობს და შესაბამისად ნახოთ ტრამპი რა გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს რეალური გადაწყვეტილება იქნება თუ მორიგი არ ვიცი მორიგი თქვათ მორიგი 10 დღე მორიგი 50 დღე მორიგი ზარი პუტინთან რო მორიგი ვიტკოფი მორიგად მოსკოვში მორიგი ვიზიტი ხო შესაბამისად ეს პროცესი როგორც აქამდე იწელებოდა ახლაც გაიწელება იმიტომ რომ აქ ის საკითხით შეიძლება შემოვიდეს რომ რეალურად რისი ეს რა ესკალაციის თავი აქვს ტრამპს ხო აი რეალურად ასე ვთქვათ რას ნიშნავს ამერიკის ხო ხა ტრამპ შეუძლია რა თქმა უნდა რომ უკრაინას როგორც ერთხელ სადაზვერო მონაცემების გაცვლა შეუწყოს მაგრამ არ ჩანს მიზეზი რატომ რა ვიცი ხა გახუთმაგებული იარაღი დახმარება უკრაინის ამერიკას რეალურად შეუძლია თუ არა მაგრამ სურვილი არ ჩანს ხო და რუსეთისადმი კიდევ უფრო სანქციები კი შეიძლება რა დარჩა ხო მეორეული ინდოეთს უკვე დაუწესდა თქვა ჩინეთთან სავაჭრო ესკალაცია მაგრამ ეს იქნება ასე ვთქვათ საბოლოო დასრულება ხო ამ სამშვიდობო პროცესის იმიტაციის და რეალური გაცხადება რომ ცადეთ 6 თვე გელოლიავეთ და ეხლა ნუ თქვენ იომებთ სანამ თქვათ ხმელეთზე არ შეიცვლება ვითარება და ორივე მხარე ან ერთი მხარე ან არ გადაწყვეტ რომ დროა ცეცხლის შეწყვეტის კი ბატონო, დღეს ერმაკი, რომელიც შეერთებულ შტატებშია, ასეთ რამეს ამბობს, უпростоრად გუშინ ამბობდა ერთ-ერთ ტელეარხთან ინტერვიუში, რომ უკრაინა არ დამარცხდება, რუსეთი ვერ გაიმარჯვებს. ანუ ამ ფორმულის რამდენად რეალისტურია ეს ფორმულა, რომელიც ზელენსკის მარჯვენა ხელმა შემოგთავაზა. ხო, ეს საკმაოდ რეალისტური ფორმულაა, იმ ფორმულიდან განსხვავებით, რომელიც ჩვენ გვესმოდა, რომელიც აღარ გვესმის, ხო, ახლა 91 წლის საზღვრები ცოტა ისეთ შორეულ პერსპექტივად ჩანს, ხო, ყირიმის და მთელი რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დაბრუნება ცოტა შორეულ პერსპექტივად ჩანს. რაც ნიშნავს, რომ უკრაინა არ დამარცხება და რუსეთი ვერ გაიმარჯვებს. ეს პრინციპში იმ სტატუს კოს გაგრძელება, რაც ეს 3 წელი ჩვენ გვაქვს, ხო, ერთის მხრივ რუსეთს ყოველი 30 მეტრის აღება უჯდება უდიდესი სისხლის და რესურსების ფასად და ამ ტემპით ომი შეიძლება კიდე 10 წელი გაგრძელდეს, სადაც უკრაინა ამ თავდაცვაში იქნება და რუსეთი თქვა წინსვლის ტემპს შეაჩერებს სადღაც კონჩეტევასაც განახორციელებს, თუ იქნება მხარდაჭერა. შესაბამისად
ეს ფორმულა, ერმაკის ეს ფორმულა, რა თქმა უნდა, ახლოს არის იმ რეალობასთან, რომ რაც დღეს გვაქვს, ხო, ფაქტია, რომ ახლა რუსეთი რო ითხოვს ამ დონბასის დარჩენილი 20 თუ 30%-ის ევაკუაციას, მაგ თქვათ აგლომერაციების დაკავება, რაც რისიც თქვათ უძოლოდ დათმობას ითხოვს, უცებ შეიძლება კიდე შემდეგი ამ ტემპით, რა დღესაც მიმდინარეობს საბრძოლო მოქმედებები, შემდეგი 4-5 წელიწადი დასჭირდეს. კი ბატონო, მოკეთ როგორც ხვდები 1 სექტემბრის დედლაინი, რომელიც 1 სექტემბერი თავად ტრამპს არ უხსენებია, ეს დედლაინი არის მაინც ჰიპოთეტური და ყველანი არიან დაკვირვების პროცესში, როგორ გაგრძელდება განცხადებების დონეზე, რიტორიკის დონეზე, ევროპელი ლიდერები ეს თქვა ასე დაალაგდა, რომ ბევრად მკაცრები არიან, ტრამპი ხან მკაცრია, ხან რბილი, უფრო რაღაცნაირ მოლაპარაკებაზე თუ შეთანხმებაზე ორიენტირებული. გააჩნია როგორ ხასიათზეა და რაც შეეხება პირობას, რომ პუტინი თქვათ ტრამპს დაპირდა, რომ ზელენსკის შეხვდებოდა, აქაც მგონია, რომ როგორც ცეცხლის შეწყვეტებზეა ხოლმე, რომ პირდება, მაგრამ ამ მაგრამს მოყვება მე ორი აბზაცი, რომ უკრაინამ ეს უნდა ქნას იქნას, აქაც ალბათ უთხრა, რომ ჩვენ თეორიაში და პრინციპში მზათა ვართ შეხვედრისთვის, მაგრამ და მე დაიწყო, რომ უკრაინამ უნდა განაცხადოს მზაობა ამისთვის, შესაბამისად მე არ მგონია და ეს ამ მოლაპარაკებების სტილიდანაც ესე ჩანს, რომ პუტინს ესე უბრალოდ ეთქოს, რომ კი, რა თქმა უნდა, მე მზად ვარ, რომ ზელენსკის შეხვდე. უთხრა ალბათ, როგორც ჩვევია ხოლმე, უთხრა, რომ მზად ვართ შეხვედრისთვის, მე მოაყოლა, მაგრამ რაც არის ორი გვერდი მოთხოვნების. კი ბატონო, გიორგი, დიდი მადლობა, თუ რამე შეიცვლება, ვითარება, ბუნებრივია ჩვენ გავაანალიზებთ, გთხოვთ ხოლმე ჩართვას. გიორგი ხატიაშვილი, პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, გვერდთვებოდა. ვიქტორ ყიფიანი